სენაკის რადიო. ღმერთმა ტკბილად დაგაბეროს. საქართველოში ეს ალბათ ყველაზე კარგი დალოცვაა. ქვეყანაში, სადაც ხანდაზმულ ადამიანებს იდეალში განსაკუთრებულ პატივს ვცემთ, რეალურად ბევრი გამოწვევა აქვს. 60-65 წელს მიღწეულ და ამასაკს გადაცილებული ადამიანების ნაწილის მთავარი საფიქრალი თვიდან თვემდე პენსიის ისე განაწილებაა, რომ წამლების შესაძენადაც ეყოთ და სხვა ყოფითი საჭიროებების მოსაგვარებლადაც. 2026 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია იზრდება. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 60-70 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 454 ლარი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში გარკვეული პოზიტიური ცვლილებებია, პენსიების ზრდა, სოციალური ჯანდაცვის პროგრამები, ხანდაზმულები მაინც მოწყვლად ჯგუფად რჩება. პენსიის ოდენობა ევროკავშირის ქვეყნებში 1345 евро თვეში, 16138 евро წელიწადში. დღეის მონაცემებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ბულგარეთშია 3611 евро წელიწადში, ყველაზე მაღალი ლუქსემბურგში 31385 евро წელიწადში. მიუხედავად ყველაფრისა და მიუხედავად იმისა, რომ მატერიალური თვითკმარობა ერთ-ერთი მთავარი საკითხია, თუ ხანდაზმულებს გაესაუბრებით, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან გამოწვევასაც აღმოაჩენთ. ეს არარეალიზებულობის შეგრძნებაა. გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში ვიზიტისას ხანდაზმულთა ერთ-ერთი ცენტრი მოვინახულეთ. იქ მეგზურობას საქართველოში დაბადებული იულია ქისის შვილიშვილი გვიწევს. ის ნიურნბერგის ხანდაზმულთა 20 ცენტრიდან ერთ-ერთის წარმომადგენელია. სენაკის რადიო. მე წარმოვადგენ ხანდაზმულთა ქსელს. Es gibt insgesamt 20 in Nürnberg. ნიურნბერგში სულ 20 ასეთი ქსელია, 20 წევრი ქსელი. Und also in Nürnberg sind 20 Gebiete aufgeteilt. ნიურნბერგი დაყოფილია 20 ნაწილად, 20 სექტორად. Und jedes Gebiet hat jemanden wie mich. და თითოეულ ამ ოლქში ერთი წარმომადგენელია, როგორც გავს ჩემი მსგავსი. Und das Ziel ist, dass die Senioren, also ab 60 möglichst lange zu Hause bleiben können. ჩვენი მიზანია, რომ ხანდაზმულ ადამიანებს, ანუ ზოგადად 60 ადამიანებს საშუალება მიცეს, რომ რაჩემ დიდხანს დარჩნენ სახლში და არ უნდა მოგწებოდეს სახლში. Und weil die Senioren ja nicht mehr so mobil sind wir dezentral. და რადგან ეს დიდად მობილურები არ არიან, გადაადგილებად არ შეუძლიათ ხანდაზმულებს, ამიტომ ეს დეცენტრალიზებული. და ყველა ოლქს ამ განყოფილებას ამოწმენ აქვს თავისი სპეციფიკა. ზოგი ვთქვათ, რომ დიდრები არიან სხვა რაღაცები ჭირდებათ. აქეთ ვთქვათ, სხვა საპიროებები აქვს და ამიტომ ადგილზე ახდენენ ადაპტაციას სიტუაციასთან. ეს სახლი, რომელშიც ახსოვთ, ლაივაისი, თავისთავად აერთიანებს ნიურნბერგის ყველა წარმომადგენლობას და არის სხვადასხვა მიმართულებები, გვაქვს სპორტული მიმართულება, მუსიკალური, კაფეში მუშაობა. მე გაჩვენებთ ბროშურას, ყველაფერი ჩავსვლია რა გქონდა. კი არიან ხანდაზმულები, რომლებიც ადვილად დადიან, გადაადგილდებიან, მაგრამ ზოგიერთი ვერ ახერხებს ადვილად, ამიტომ მათ აკითხავენ ხოლმე მოხალისეები და რაღაცა სხვა ღონისძიებებზე მიყავთ. გერმანიაში ძალიან დიდი პრობლემაა მარტოობა, ეს მარტო დარჩენილი ოჯახის წევრებისგან, წოლებური თუ მათგან მარტო დარჩენილი ადამიანები. ამისთვის სწორედ ამ პრობლემასთან საბრძოლოდ გვაქვს სპეციალური ღონისძიებები, სადაც ადამიანები თამაშის საღამოები, ესე ვთქვათ, ადამიანები მოდიან, ვთქვათ, მარტო ხელა ადამიანები მოდიან და წყვილდებიან სხვადასხვა ადამიანებს, მეგობრობენ, ვთქვათ, ერთად რაღაც ღონისძიებებში მონაწილეობენ. საერთო სადგი, ერთად ხდებიან საჭმელად, ერთმანეთს იცნობენ, არის ასევე speed dating-ის ღონისძიებაც, ან სწრაფი გაცნობა დაწყვილების თამაშივით, სადაც
7 წუთი ეძლებათ იმისთვის, რომ ერთმანეთი ერთმა წყვილმა გაიცნოს. სენაკის რადიო. კერამიკის კურსის მონაწილეები თვითონ ჩადიან და გუმელში ამოწოვებენ მე თავიანთ ნაკეთობებს. ბევრი ჯგუფი არის ესეთი მოხალისეობრივი, ჩვენგან დამოუკიდებლად ატარებენ, ის შემოდიან და მიდიან ჩვენ აგვიხებიან. გვაქვს ასევე კედლის სათამაშო სივრცე, რომელიც გათვლილია ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეც და ბარიერებიდან თავისუფალი სექცია მათთვის რომ გამარტივებული იყოს გამოყენება და ყველას აქვს ამაზე რაღაც კლუბივით არის კლუბის წევრებივით არიან, რომლებიც საკუთარი გასაღებითაც შედიან. სენაკის რადიო. სამწუხაროდ, სენაკში ხანდაზმულთა ცენტრი არ არსებობს. თუმცა, ამ გამოწვევას გარკვეულწილად საქართველოს წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანიზაცია პასუხობს. შინმოვლის პროექტი, რომელიც თვითონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან გვაქვს თანადაფინანსები. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ვეხმარებით, რა თქმა უნდა, სერვი მოგვაწოდა სოციალურ ხანდაზმულ ბებიებთან და ბაბუებთან პროფესიებთან ვეხმარებით მათ სახლების დალაგების თუნდაც რომ მოიწყენან, თუნდაც პენსიაზე ვერ გადიან, ან წამალი სჭირდებათ, ან თუნდაც დაურეკავენ ჩვენ მოხალისედ და მიდის ისავის ბებოსთან, გაუზომოს წნევას თუ სჭირდება ექიმი, მიუყვანს და ასე შემდეგ. ამ ტიპის სამუშაოებს ვატარებთ და ამავდროულად გვაქვს სამედიცინო მხრიდანაც ის რომ ექიმი გვყავს, ოჯახის ექიმი, რომელიც უფასოდ ამ პროექტის ფარგლებში კვირაში 2 ჯერ ნებისმიერ ბენეფიციარს მოუწევს დახმარებას და თავისად თუ საჭიროებს წამოსაც გამოუწევს და ასე შემდეგ. კვარტალში ერთხელ ჩვენ მათ პროდუქტებს ვაწვდით და კიდევ წამლებს, მედიკამენტებს თუ რომ საჭიროების შესაძლებელია და არ არის გამოწერილი ვართ იმას არის. რაც არის მხოლოდ ბუნებრივი და არა რაღაც ქიმიური ჩანაწერი. და იმ მოხალისეობის პერიოდში მე მახსოვს, აქ იყო ჯგუფები, აქსოვის, ჭრაკევის, ასაბლიან თმის შეჭრას, შეღებვას, მე იყო მუსიკალური კუთხე იყო, ერთი იყო კიდე წერდა ლექსებს, თავის ლექსებს უკითხავდა და ასე რომ ჩვენთან დადიოდნენ. სამწუხაროდ ის პროექტს ჰქონდა თავისი ვადა, 4 წლიანი იყო, ის როცა დასრულდა თავისთავად ჩვენი რესურსები ამას ვერ ვახერხებთ მარტო რომ აი თუ დაფინანსება არ იქნება და პროექტი არ იქნება დანელი ხო. თუმცა ვხედავ რომ მოხალისეობრივად თქვენ მაინც ახერხებთ და ასე თუ ისე ჩვენ ბებოები ნებისმიერ შემთხვევაში როდესაც მოდიან ჩვენთან რომ დამიტეხეთ საჭირო რა თქმა უნდა საჭირო ხართ მოვდით რომ ისე უხარიათ ხოლმე ესო ძალიან და ჩვენ მე ვეხმართ ამ ჩვენ სოფიოს ეს უნდა ეს როგორ გააინტერესებს რომ ისინი ისე უნდათ მოდიან და აკეთებენ ამას რომ ნუღარი თუ და თქვენი ინტერესიც ალბათ ის არის რომ უფრო მეტად დააკავშიროთ ეს თაობები ერთმანეთს. რა თქმა უნდა დავაკავშირო და მათ შორის რაღაც ეს დიდი ის რომ ავერსებობდეს რაღაც. თქვენ ახლა ხან აღნიშნეთ ხანდაზმულთა დღეც, ხო? კვირეულია. 1 ოქტომბერი, კი ბატონო, ხანდაზმულთა დღე 1990 წლიდან გენერალურმა ასამბლეამ ეს დანიშნა და ჩვენ მოვიწვიეთ 10 მოღვაწეობილი ადამიანი სენაკის რაიონიდან, მერიამ გადმოგვცა ესები და საჩუქრების გაუკეთეთ, ერთი სასიამოვნო დღე ვაჩუქეთ და უთხართ ისინი არა მარტო მიმღებნი არიან, პირიქით ჩვენი გზამკვლევები არიან, იმისთვის რომ ჩვენ ვიცოცხლოთ, ჩვენ რო გავაგზავნოთ ცხოვრება და ხიფაც აგვარიდონ. მეტნაკლებად ვიზიარებ თუ არა მათ გამოცდილებას ეს მეორე საკითხი, მაგრამ ისინი უანგაროდ ვიზიარებენ ამას. და არა მარტო რაღაც ყოფით პრობლემებში, გლობალურ პრობლემებში შეგვიძლია მათი ჩართვა და მათი გამოცდილების გამოყენება. ესეც ხაზგასასმელია აუცილებლად. არ უნდა ჩავთვალოთ ეს ჩვენი ხანდაზმულები მხოლოდ რაღაცის მიმღება და რაღაცის საჭიროებს. კი, ისინი საჭიროა, მე ყველაფერს რა თქმა უნდა. ეს სამედიცინო კუთხით იქნება, ეს ფინანსური კუთხით იქნება ყველაფერი, მაგრამ სამაგეოდ მათგან იმხელა გამოცდილება მოდის ეს მიზერია უბრალოდ ასაც ჩვენ მოპარებთ. დიახ და ქალბატონი შორნა როგორ ფიქრობთ, აი საპენსიო ასაკის შემდეგ საქართველოში მასიურად გავრცელებული მოსაზრების მიხედვით რაღაცნაირად უფრო მეტად უფუნქციოები ხდებიან ეს საპენსიო ასაკს გადაცილებული ხდებიან, ხო? აი ასე გზნობენ თვითონ თავს. და სხვათა შორის ამბობენ რომ ისავრობენ ხანდაზმულთა რაოდენობა გაიზარდაო.
ორჯერ მეტნი ვართო და მაგრამ სამაგიეროდ ვართო არ რეალიზებული და ვზივართო სახლში. აი ძველი პედაგოგები ვერ გზნობენ იმ სითბოს, იცით, იმ ყურადღებას. მაგრამ ხომ არსებობს ასე ვთქვათ არაფორმალური განათლება, არსებობს მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საგანმანათლებლო მიმართულების პროფილით არიან და იქნებ ამ ორგანიზაციებსაც ესე იგი ვურჩიოთ რომ ჩაერთონ ესეთი ტიპის ჩაერთონ და ხო ზუსტად მაგის თქმა მინდო აი ეს არასამთავრობო ორგანიზაციები თუ დაეხმარებიან სახელმწიფოს უმტკივნეულოდ მიიღონ ეს ახალი რეფორმები ძალიან კარგი იქნება მათი ჩართულობა ამ მხრივ მე მაგალითად თუ რამე შემიძლია ხა მე რა შემიძლია მაგალითად ჩვენ გვყავდა აქ მოწვეული ხო სტუმრები და ერთ ბატონი დამიკუჭავა არის ესეთ რომელიც კითხულობს ლექციას არაჩვეულებრივ ძალიან მოყვარს ლექსები და ახლა სურპრიზად მინდა მე მაგალითად მომწყრო მოვიყვანო მოსწავლები ბავშვები ჩვენი მოხალისეები და მან ერთი საღამო პოეზიის საღამო ჩაგვიტაროს მე მგონი ის დაფთანხდება და აი ნახოთ როგორ რა შედეგს გამოიტანს ეს და ამის შემდეგ სხვა რას დაგვეგმოთ მაგას საქმის კუში ძალიან საინტერესო მიდგომა არის და ვფიქრობ რომ ასაკოვანი ადამიანები მოკლედ შუახნის ხანდაზმულები თავისუფლად შეძლებენ საკუთარი იმ შესაძლებლობების რეალიზებას რისი რეალიზების სურვილიც აქვს მათ და მე ამ კუთხით წარმატებებს გისურვებთ და ვფიქრობ რომ ძალიან ეფექტური თანამშრომლობა გამოვა და თაობებს შორის ძალიან კარგი ხიდი იქნება არც ერთი ადამიანი ალბათ არ იქნება იმ განცდით რომ ის უკვე საჭირო არ არის საზოგადოებისთვის სენაკის რადიო მოგესალმებით ქალბატონი ნანა მოდით მოგვიყევით თქვენზე მოგესალმებით ნანა ოდიშარი ნოსირელი ვარ თვითონ ბავშვობიდან კერავ ეს მიყვარდა ყოველთვის და მამაჩემის ოცნება იყო რომ კერავ ესწავლა მუშაობდი ქალაქში 15 წელი რაც მოვედი დევნილს გავყევი მეუღლე ყავს დევნილი და აქ ცხოვრობ 27 წელია და აქ სამხედრო დასახლებაში ცხოვრობ დიახ სამხედრო დასახლებაში ჩემი კლიენტები ძალიან გვაყოფილი არიან ჩემი მუშაობით ასაკი ხელს მიწყობს მაინც არ მეტყობა არც გული და არც ოჯახსაც უძღვები წინ და ყველაფერი მაინტერესებს აი ყოველდღიურად საშუალოდ რამდენ რამეზე მუშაობთ რამდენი კაბის რამდენი შარვლის მომზადება შეკერება შემიძლია დღეში მაგალითად 5 შარვალი გავაკეთო შემიძლია 2 რაღაცა დავჯრა კლიენტები აი სტაბილური კლიენტები თუ გყავთ? კი, როგორ არის? ისე დამჭირდა ცოტა წელი რომ ქალაქიდან მომწყვდე აქ მოვედი, კი მოვაგროვე ჩემი კლიენტები. მე ვიცი რომ ძალიან ბევრი მომხმარებელი გყავთ და ძალიან დიდად გამომართლა მაგალითად ჩვენს ცენტრს რომ ჩვენი ცენტრის ასე ვთქვათ მასწავლებელი იქნებით და სხვებს გაუზიარებთ თქვენს გამოცდილებას. საინტერესოა ამ პროფესიის დაუფლებაში, აი ამ მიმართულებით ყველაზე მთავარი შტრიხი, ყველაზე მთავარი რამ მაინც რა არის? ეს არის მონდომება, ნიჭი. ყველაფერს ხო თავისი ნიჭი აქვს. ეს ბავშვობიდან მქონდა. მამაჩემის ის იყო რომ აი პატარა ბავშვი რო გეყოლებო, მაშინ ნახავო შენო კერვა ერთი ფეხით ასე დაურწიე, მეორე კერვა. აი ამას გავყევი. და დავიწყე კერვა. მადლობას უხდი ღმერთს, რომ ეს ვისწავლე. შეიძლება სხვა რამე არ გამომდგომოდა. შეიძლება გამომდგომოდა, მაგრამ კერვა არის აუცილებელი ოჯახში. მოვირგეს მე თორე ჩემთან ერთად ბევრმა ისწავლა, მაგრამ არავინ არ გაყვა ამ იმას. მე მოვირგე ეს კერვა. ამეც ფიქრობ, რომ ხვალ როგორ გავაკეთო ეს. აი სენაკში ბევრი მკერავი გეგულებათ? ბევრია თქვენი კოლეგა? სენაკში ახლა მე სადაც ვისწავლე, იქ არა, მაგრამ მე ძალიან ბევრს ვიცნობ. კი, ქალაქში 15 წელი ვიმუშავე და ვიცი რომ ვინია. რამდენად სარგებლობენ ადამიანები თქვენი მომსახურებით? ოჯახში რო კერავ, ბევრ რაღაცას მოითხოვს ოჯახი და ამისთვის ხანდახან ღამეც მჭირდება. როცა აი ბაღის ბავშვები არიან, სკოლის ფორმებია შესაკერი, მაშინ ცოტა ჩქარად უნდათ და დიზაინის შეცვლა შეგვიძლია. თქვენ თუ ფიქრობთ თქვენს მიერ შექმნილ ტანსაცმელზე, კოსტიუმზე და ადამიანებზე? ძალიან ბევრს. ნერვიულობის განცდამა კერვის დროს, აი როგორი გამომივა. კლიენტი როგორი კმაყოფილი იქნება ჩემი კერვით. ეხლა ყველას ერთნაირი ხო არ უნდა ყველაფერი.
სხვადასხვა და ყველას თვალებში უყურებდა რომ მოსწონს თუ არ მოსწონს და რეაქცია როცა აქვს რომ თვალები ასეთი აქვს დედა დიდი მადლობა მეც კმაყოფილი ვარ 37 წლიანი მუშაობის პროცესში თუ გახსოვთ მაგალითად ისეთი პერიოდი რომლის დროსაც ამ პროფესიის არჩევა გინანიათ არა თუ გახსოვთ ერთგული კლიენტები კი როგორ არა სანამ ქალაქში მუშაობდი სენაკში სულ ერთგული კლიენტები მყავდა კლიენტი მოყავდა ესეთი მყავდა საკმაოდ დიდი დრო არის ეს პერიოდი სამუშაო სტაჟიდან გამომდინარე უკვე ასე ვთქვათ ასაკიც გაქვთ ასე ვთქვათ ისეთი რომლის დროსაც თქვენ შეგიძლიათ დაუშვათ საკუთარ თავს უთხრათ რომ საკმაოდ ბევრი გიცხოვრიათ თუმცა ძალიან ცოტაა იმისთვის რომ ბოლომდე რეალიზდეთ მაინტერესებს საპენსიო ასაკს რომ მიაღწიეთ მერე გიფიქრიათ იმაზე რომ შეგეწყვიტათ მუშაობა არა დღესაც არ ვფიქრობ რომ მივაწოვებ იმიტომ რომ მაგ იმის ძალა ჯერ ხედველობა მაგ სისწორეს ვიცავ აი როცა აუხვევ მაშინ მივაწოვებ როგორ ფიქრობთ საქართველოში რამდენად არის პირობები იმისათვის რომ საპენსიო ასაკის ადამიანებმა საკუთარი შესაძლებლობების სხვებისთვის გაზიარება შეძლოს აუცილებლად უნდა იმუშაონ აუცილებლად უნდა გააკეთონ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა მთავარია რას აკეთებს ის ადამიანი და როგორი გამოდის. აი ეს ამთავარი თორე ასაც რა მნიშვნელობა. ბუნება როგორი აქვს იმათ არ ვიცი. შეიძლება შინაგანად მოდის ესე თორე. რამდენად მნიშვნელოვანია რომ საპენსიო ასაკის ადამიანებს უფრო მეტი შესაძლებლობები ჰქონდეთ განვითარებისთვის. კარგია ძალიან. სტიმულია ცხოვრების. არ შეუშინდნენ ასაკს. ვისაც რა გამოუდის ის აკეთოს. და იქნებიან დიდი ხანი. სენაკის რადიო. როდესაც საზოგადოების კეთილდღეობაზე ყველა სექტორი თანაბარი პასუხისმგებლობით ზრუნავს, გამოწვევები დაძლევადია. ნიუნბერგში თუ სენაკში ხანდაზმულებს სითფო, ყურადღება და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება ერთნაირად ჭირდება. ასაკის სტიგმა არ არის. ეს ერთგვარი ჯილდოა. ამიტომაც ღმერთმა ტკბილად დაგაბეროთ.